დღესასწაული აღნიშნეს ევანგელურ ბაპტისტურ ეკლესიაში. საზეიმო ღვთისმსახურება ზუსტად ღამის 12 საათზე დაიწყო. სწორედ ამ დროს ტრადიციულად ჩაბნელდა ეკლესია და კარიდან სანთელი, როგორც შობის დადგომის და სინათლის შემოსვლის სიმბოლო შემოიტანეს. ლიტურგიის დროს ანგელოზების საგალობელი სხვადასხვა ენაზე წაიკითხეს. მინდა შობის დღესასწაული მიულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც შობასა დღესასწაულობს და აქ აბსოლუტურად გამორიცხავ ყველა კალენდარულ ჩაზუსტებებს და რელიგიურ ჩაზუსტებებსაც, იმიტომ რომ გულწრფელად მჯერა, რომ შობის დღესასწაული არ არის ვიწრო ერთი რელიგიის დღესასწაული, ეს არის სინათლის დღესასწაული, ეს არის ნათელის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული და რა და ყველაზე მეტად დღევანდელ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს სამყაროს, ჩვენს პლანეტას, ჩამობნელებულ პლანეტას სჭირდება ნათლის გამარჯვება. დღევანდელი შობაც სიმბოლურად ნამდვილად არის საქართველოშიც, თითოეული ჩვენგანის გულებშიც სინათლის, სიკეთის, თავისუფლების დაბადების დღესასწაული. ვინც 7-ში დღესასწაულობს, მათაც ულოცავ, ვინც 25-ში დღესასწაულობს, მათაც ულოცავ. ვუსურვებ ყველას პირველ რიგში სინათლის დაბადებას.